ვიყავ წამებში, მართლა. ამის გარეშე როგორ წახვევ? ძალიან მაგარია. თქვენ ახდით? ხო, ჩემი წინ. მოდი ამას გაიკეთეთ, რომ ხმა იყოს და ამბა თქვით სად ახდით და როგორ. ჩვენ გვაქვს ადგილობრივი ნაწარმი, ზუგდიდლები ვართ, მეგრელები, სამეგრელოში ვხდით. ნატურალურია. არანაირი დანამატი ამას არ აქვს. არც სპირტისთვის, ანუ კლასიკურად ახდით, ჩვეულებრივ ჩაყარეთ ფეიხო, დადუღდა, მერე გამოხადეთ. კი. 4 ჯერ. რაც ფეიხოას გადმოყვა, ის გემო აქვს, ის არომატი აქვს და ის გამოხდის შემდეგ ესეც სულ სინარჩუნეს ფეიხო თუ მერე რაღაცა. ეს არის ჭანურით გამოხდილი. ეს არ არის თანამედროვე აპარატით, მაგრამ თანამედროვე აპარატით არის გაფილტრული. ანუ სპილენში ხდება ჩვეულებრივ და მერე არა მე რა მაინტერესებს 4 გზის გამოხდის შემდეგ ესეთი სუნი როგორ შეიძლება და პლუს აქვს გაფილტრა. და მაინტერესებს ეუს უკვირს, მაგრამ ეს არის ჩემი ერთ-ერთი მეთოდი. ეხლა მე ამაზე ვიტყოდი რომ რაღაც აქვს მეთქი დამატებული, იმიტომ რომ ისეთი ბევრი მეკითხება მაქვს. გამოკვეთილი გემისა აქვს სუნი რა. კი ბატონო. ვა ჭაჭაც ასეთია, დარბილებული. გვაქვს საკონიაკე მასალა, ღვინოსგან გამოხდილი, რქაწითელიდან გამოხდილი და გვაქვს მიქსი, შერეული ხილის არაყი. ეხლა ეს ადიყიდება. ჩვენ ახალ დამწყებები ვართ და ასე ან შეგვიკვეთავენ, დაგვირეკავენ, ვაგზავნით. ზუგდიდში გვაქვს 4 რესტორანი. მაშინ ამას ავიღებ. თქვენ ტელეფონს მიუთითებ, აკუი? მაღაზიებში ჯერ ვერ შევდივართ იმიდან გამომდინარე, რომ არ გვაქვს რაოდენობა და რაოდენობას ითხოვენ და არა და თავიდან რომ მოვამარაგოთ იმისი შესაძლებლობა. წარმადობა რამდენია? აი რამდენი ბოთლი წარმადობა წელს გვაქვს 500 ბოთლი, ფეიხოასი და ну დიდი წარმადობის არ გვაქვს, როგორც ასეთი, მაგრამ ნუ განვითარებას შეწყობა მჭირდება. კი, აბა რა, გაჩერებას არ ვაპირებ. არა, სასწაულის სუნია. მართლა სასწაულის სუნია. კი, ხარისზე მუშაობ. გემოსამწუხაროდ ხო. ხარისხი რა ვიცი, სუნიდან გამომდინარე. გემოც იგივე. გრადუსი რამდენია? 42. 42. დიდი მადლობა რომ დაგველაპარაკეთ. მადლობა თქვენ. წარმოადგენლები ხართ თუ უბრალოდ თქვენთვის არა, ჩვენ არხი გვაქვს 132,000 გამომწერიანი YouTube არხი.